კიევის მცხოვრებლებს არ აქვთ იმედი, რომ რუსეთთან მშვიდობის დამყარება შესაძლებელია. Როგორც ცნობილია, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ისე უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ახლა მშვიდობა შეუძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როცა მათ ტყვია წამალი და ცოცხალი ზალა გამოელევათ. ისინი ახლა ბრძოლისთვის არიან მზად, ყოველ შემთხვევაში ზაფხულის პერიოდში. მშვიდობის მიღწევა ალბათ უფრო შემოდგომაზეა შესაძლებელი, თუმცა ახლა არა. პუტინი ეცდება დრო გაწელოს. ის ძალიან ცფიერი და თავხედი ადამიანია. არ ვიცი საერთოდ არის თუ არა ადამიანი. მან იცის როგორ ესაუბროს ტრამპს. პუტინი უბრალოდ ატყუებს მთელ მსოფლიოს. უკრაინამ წარადგინა ყოვლის მომცველი 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, რომელიც მოსკოვმა უარყო გარკვეული პირობების გამოყენებით. შემდეგ ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრად შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს, რაზეც იგი არ დათანხმდა. Я думаю, что им просто тянет час. ფიქრობ, იგი დროს წელავს, მას უფრო მეტი მიწის მიტაცება სურს. მან თავად განაცხადა, რომ ტერიტორიები სჭირდება და იგი განადგურების კვლავ სწავლობს ყველგან. მხოლოდ დამწვარი მიწაა და ყველაფერი დაბომბილია. მე კიევში რეაბილიტაციისთვის ჩამოვედი. აქ სრულიად განსხვავებული სამყაროა, ვიდრე იქ, ფრონტის ხაზზე. Выжжена земля. Разбомблено все, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალისხმევაში აუცილებელი იყო მისი პირადი ჩართულობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და უკრაინა აუცილებლად დაიწყებენ მოლაპარაკებებს, თუმცა ზუსტი დრო, ადგილი და ფორმატი ჯერჯერობით გაურკვეველია. მე არ მჯერა მოლაპარაკებების, სანამ ისე მიდის, როგორც ახლა. ტრამპი დიდი ხნის წინ უნდა შეხვედროდა პუტინს. რამდენი თვეა უკვე, რაც ხელისუფლებაშია, მაგრამ ის მხოლოდ ტელეფონით საუბრობს. ის დაემუქრა პუტინსაც და ზელენსკისაც, მაგრამ მაინც ვერ შეხვდება ყველას. ეს უაზრობაა. უკრაინელების განწყობა ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივ მშვიდობასთან დაკავშირებით პესიმისტურია.